ტყეში უკვე აცივდა და დროა თაფლი მოვიმარაგო. სანამ მზეზე გავშრები, მოგიყვებით იგავარაკს. ძაღლი და მისი ანარეკლი. აბა ხორცი იაფად. შეხედე, ისევ მობრძანდა ეს მსუნაკი. არა მგონია ვანომ ისევ მისცეს ძვალე. მოხვედი, ბომბორა. გუშინდელი ძვალი ალბათ სადღაც გადამალე. რა დიდი ძვალია, უზარმაზარი. ამ ძვალს თუ მომცემს, სხვა ძვალს არც კი შევხედავ. ლუკა, ერთი შეხედე ძვალს როგორ უყურებს. ტყუილად აცოდებს თავს. ძვალს მაინც ვერ მიიღებს. მე ვფიქრობ, მიიღებს. ასე ნუ მიყურებ. ბომბურა, ისეთი თვალებით მიყურებ, ძვალს მაინც გამომტყუებ. ეს გინდა ხომ? აჰა, დაიჭირე. მაინც გადაუგდო ძვალი ამ გაუმაწყარს. წამოდი გავყვათ. მომეჩვენა თუ ძვალი მოსეირნობდა. იმ ხელა ძვალია, თელი წელი გავლოკამდი. ამ ძვალს სახლის გვერდით დავმალავ მიწაში. ხიდიც გამოჩნდა. გადავალ და მალე მივალ სახლში. მოდი ხიდიდან გადავიხებები. ეს ძაღლი ძალიან მგავს. თან ამასაც დიდი ძვალი აქვს. ახლავე მომეცი ეგ ძვალი, თორემ ძალით წაგართმევ. აუ, ძვალი დაუკარგე. შეხედე, ძვალი დაკარგა და ვეღარ პოულობს, მასე მოუხდება. რა სულელი ვარ, რატომ მოვინდომე კიდევ სხვა ძვალე? ეხლა რა ვქნა? უკვე შემეცოდა, რაღაც მოვიფიქრე. რატომ დავხარბდი? ასე აღარ მოვიქცევი. ბევრი ძაღლი ინატრებდა, რაც მქონდა. მე კი არ დავაფასე. ეი, გაბურძგნულო, აქეთ გამოიხედე. ეს შენ მოგიტანეთ, მშიერი რომ არ გარჩე. ამას ნამდვილად არ ველოდი. დიდი მადლობა.
ეს იგავი გვასწავლის, რომ არ უნდა ვიყოთ ხარბები. ანუ, როცა ვერ კმაყოფილდები რაც გაქვს და იმის მიღება გინდა, რაც სხვისია. შეიძლება ყველაფერი დაკარგო.